მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში მინდა განახოთ, როგორ შეგიძლიათ გახდეთ პრივილეგირებული მომხმარებელი. პროდუქტების ან დაუშვათ სამოგზაურო პორტალი გამოიყენოთ თქვენთვის სამოგზაურო. თქვენ როდესაც რეკომენდაციას გაგიწევენ, გადმოგიგზავნიან შესაბამის ლინკს, სადაც დაეწერება იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინც გაგიწიათ რეკომენდაცია. ამ შემთხვევაში ახლა თამარ მოსაშვილი, ზურაბ ასტაშვილი წერია, თუმცა როგორც დასაწყისში ვთქვი, როდესაც თქვენ გადმოგიგზავნიან ლინკს, იმ ადამიანის სახელი და გვარი დაეწერება, ვინც არის თქვენი რეკომენდატორი. ახლა მოდით ნახოთ, როგორ ხდება ქვეყნების არჩევა. შეიძლება თქვენ ხართ სადმე საზღვრებს გარეთ და გინდათ მაგალითად ამერიკაში რეგისტრაცია ან სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ძალიან მარტივად იცვლება მარჯვენა ზედა კუთხეში, თუ დააკვირდებით, აი საქართველოს დროშა სადაც ხატია. მაგას რო ჩამოშლით, მაქედან შეგიძლიათ აერჩიოთ ქვეყანა, აქ არის ძალიან ბევრი ქვეყანა, ჩამონათვალში 100-მეტი ქვეყანაა. შეგიძლიათ შესაბამის ქვეყანა აერჩიოთ და გააგრძელოთ რეგისტრაცია. მარჯვნივ ამერიკის დროშა სადაც ხატია, აქედან იცვლება ენა, მოდით შევცვალოთ ქართულზე დავაყენოთ, რომ უფრო მარტივად იყოს გასაგები ყველაფერი, ესე იცვლება უკვე ენა. თუ დააკვირდებით, ნახეთ, სამი ჩამონათვალია. პირველი წერია მაღაზია, მერე შემოუერთდი და მესამე არის მოგზაურობის პორტალის უფასო ტესტი. ამ შემთხვევაში ნახეთ, როდესაც ამას დააწვევით, აქ შეგეკითხებათ იმეილს, თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ აქ იმეილი, დადასტურება მისცეთ და მერე უკვე გააგრძელოთ რეგისტრაცია. ძალიან მარტივია რეგისტრაცია, იქ სტანდარტულად გეკითხებათ სახელი, გვარი და ესე სტანდარტულ რაღაცებს შეგიძლიათ რეგისტრაცია გააკეთოთ და ბევრად იაფად იმოგზაუროთ, ვიდრე შეგიძლიათ ნახოთ მაგალითად Booking-ზე, Airbnb-ზე და ასე შემდეგ. ძალიან კარგი ვარიანტია, შეგიძლიათ გამოიყენოთ, ისარგებლოთ და კმაყოფილი დარჩეთ თვითონ ფასებით, შეგინცაც მოცემული არის. ბევრად იაფია, ვიდრე რაც საიტები გითხარით. მოდით ახლა გავაკეთოთ შეკვეთა და ავტომატურად ამ ყველაფერთან ერთად კეთდება რეგისტრაციაც. ჩვენო დავაწვევთ მაღაზიას, როდესაც დავაწვევით მაღაზიას, გადაგვიყვანს უკვე პროდუქტების გრაფაში. აქ ჩამონათვალი მარცხნივ ყველა პროდუქტი, საკვები დანამატები, კოსმეტიკა, პროდუქტის პაკეტები. მოდით მაგალითად ნახოთ ერთი პროდუქტი ავირჩიოთ და მივყვეთ რეგისტრაციას. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ აქ არის კომბო პაკეტები. კომბო პაკეტი ნიშნავს, რომ უფრო იაფია, ვიდრე დაუშვათ ცალკეულად გამოწეროთ პროდუქტები. აი მივყვეთ, მოდით აი ეს კომბო პაკეტი ავირჩიოთ, აი ჯენსამი. 2 კილა ჯენსამი შედის ამ პაკეტში. მივყვეთ რეგისტრაციას, აქ გვეკითხება ერთჯერადად გინდათ რომ შეიძინოთ თუ ავტომატური შეკვეთის გამოწერა გინდათ რომ ყოველთვე გიგზავნიდეთ, მოდით მივყვეთ ჩვენ და ერთჯერადი შეძენა მივცეთ, ხო? მე მაღაზიასაც გვექნება, შეგვეძლება რომ გამოწეროთ ნებისმიერ დროს. შეკვეთას დავაწვევით, შემდეგ. ამ შემთხვევაში ნახეთ, 2 კილა ჯენსამის ფასი, აქ წერია 254 ლარი და 80 თეთრი. გადახდაზე გადასვლა. მივთითებთ ამას ბოლოს. აქ ახლა მიუმატებია ტრანსპორტირების თანხა და საგადასახადოს თანხა. იმიტომ რომ ჩვენ აქ არ შეგვიყვანია მონაცემები. მონაცემებს როგორც კი შევიყვანთ, ამ შემთხვევაში აქ დაემატება თანხა საშემოსავლოსი და მიტანის. მოდით შევავსოთ ახლა ეს, შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ გიწერიათ, მოდით ტესტი ჩავწეროთ აქ უბრალოდ. ელექტრონული ფოსტა, აქაც ტესტი ჩავწეროთ. ტელეფონი, შექმნით პაროლი. პაროლში გირჩევთ, რომ დიდი ასოთი დაიწყოთ. ტესტ. და მაგალითად დაბადების წელი ჩაწეროთ და დოლარის ნიშანი. და აქ უკვე ნახეთ, სულ გაამწვანა. ტესტ. დოლარის ნიშანი. ესე შევიყვანოთ პაროლს. აქ არის საქართველოს მითითებული, აქ შევიყვანოთ ისევ სატესტო ვარიანტი, მისამართი. აი როგორც გითხარით, ნახეთ, აქ ჯერ არ არის დამატებული. აქ როგორც კი მისამართი შევიყვანთ, აი მოდით შევიყვანოთ დაუშვათ ვაჟა ფშაველა. ბინას გთხოვს, მოდით ქალაქში შევიყვანოთ. აქ ავირჩევთ რეგიონს, თუ სხვა რეგიონიდან ხართ, მიუთითებთ სხვა რეგიონს და აქ საფოსტო ინდექსი 0162 მაგალითად. აი როგორც გითხარით, ნახეთ, აქ უკვე მისამართი რო დავაფიქსირეთ, ხო? აქ უკვე მიემატა მიტანის
5 ლარი და 94 და საგადასახადოს 46 ლარი და 93 ცენტი. ჯამში გამოდის 307 ლარი და 67 თეთრი. აქ დაბადების თარიღი უნდა შევიყვანოთ. დავაწვევით გადახდას. ამ შემთხვევაში როგორ ხდება გადახდა, ნახეთ. წერია კომპანიის ანგარიში, ეს არის კომპანიის ანგარიში, რაც მოვნიშნე. ეს არის ტელეფონის ნომერი, შეგიძლიათ ამ ნომერზეც თუ რამე დაგჭირდებათ დაურეკოთ დირექციას. ამ ანგარიშის ნომერს ვაკოპირებთ, ვიწერთ და ვაწვევით დადასტურებას. მადლობა, აქ დაეწერება თქვენი შეკვეთა მიღებულია. ეხლა ნახეთ როგორ უნდა გადავიხადოთ თანხა კონკრეტულად, ხო? შეკვეთის ნომერი წერია პირველივე. ეს არის შეკვეთის ნომერი. როდესაც ჩვენ შევალთ ჩვენ ინტერნეტ ბანკში, მიუთითებთ გადარიცხვას, ხო? სხვასთან გადარიცხვას, ის ანგარიშის ნომერი, რომელიც დავაკოპირებთ, ჩვენ წეღან ამ ანგარიშზე უნდა გადავრიცხოთ კონკრეტულად ის თანხა, რაც ღირდა პროდუქტი. ხო? ზუსტად უნდა გადავრიცხოთ 307 ლარი და 67. დანიშნულებაში წერთ შეკვეთის ნომერს. ეს არის შეკვეთის ნომერი, როგორც გითხარით. და ასევე დანიშნულებაში შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი პირადი ნომერი, რომ კურიერს რამე შეფერხება არ შეექმნას. ტელეფონის ნომერიც სწორად უნდა ჩავწეროთ, იქიდან გამომდინარე, რომ კურიერი რო დაგვირეკავს, მარტივად მოგვიტანოს. ესე მარტივად ხდება შეკვეთა. არ დაგავიწყდეთ, რომ ზუსტად უნდა მიუთითოთ თანხა, როდესაც გადარიცხავთ იმ ანგარიშის ნომერზე, რაც წერია კონკრეტული თანხა, ზუსტად ის უნდა მიუთითოთ. 307 ლარი და 67. ესე ხდება შეკვეთის გაკეთება. როდესაც შეკვეთა უკვე გაკეთებულია, თქვენ გაქვთ უკვე თქვენი მაღაზია, საიდანაც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოწეროთ პროდუქტები. როგორ უნდა შეხვიდეთ თქვენ მაღაზიაში? აკრიფავთ jifu.com, მოხვდებით აი ამ გვერდზე და აქ უკვე შეგიძლიათ დააჭიროთ login რო წერია, გადაგიყვანთ აი ამ გვერდზე. აქ ზემოთ username-ში უნდა ჩაწეროთ ის იმეილი, რომელიც მიუთითეთ თქვენ რეგისტრაციის დროს, ჩვენ მიუთითეთ ეს test jifu და ქვემოთ წერთ parolს, რომელიც დააყენეთ რეგისტრაციის დროს და დააწვევით sign in. ეხლა შევყავთ უკვე თქვენ კონკრეტულ მაღაზიაში, ეს არის თქვენი მაღაზია უკვე. პირველივე, ნახეთ, ორდერები არის, აქ გადავალთ მერე და მაღაზიაში განახებთ პროდუქტებს, დავაწვევით მერე shop, აქედან გადავალთ უკვე მაღაზიაში, სადაც დევს ყველა ის პროდუქტი და ის ჩამონათვალი, რაც ზოგადად არის jifu-s მაღაზიაში. ან გადავიყვანოთ ქართულ ენაზე, თუ ეგრე უფრო მოსახერხებელი იქნება. შეგვიძლია ყველა ვარიანტი ვნახოთ აქ, ხო, როგორც ცალკეული პროდუქტები, ასევე კომბო პაკეტები, რომელიც როგორც გითხარით, უფრო მომგებიანია, ხო? აი მაგალითად ეს არის 1 ყუთი ლივის ფასი, აქ არის 2 ყუთი შედის, სადაც კომბო პაკეტია. ასევე არის აქ კომბო პაკეტები სხვადასხვა პროდუქტებით. ეს არის სტემების ნაკრები, სამივე, ესეც მომგებიანი პაკეტია. პროდუქტის პაკეტები, აქ შეგიძლიათ ნახოთ კიდე კონკრეტულად პროდუქტის პაკეტები, სადაც ეს აღარაც ნახეთ, აი ესეც მომგებიანი პაკეტია, მაგალითად 1 ყუთი ლივი და 2 ჯენსამი შედის მაგალითად, ხო? ეს სტემების ნაკრებია. და აქ ან ანალოგიურად როგორც განახეთ, თავიდან როგორც ხდებოდა გადახდა, აქედანაც შეგიძლიათ შეხვიდეთ, მიყვეთ ინსტრუქციას და როგორც განახეთ, ისე გამოწეროთ. ისე ხო, კალათაში დამატებას დააჭერთ, შეკვეთას დააწვევით, გადახვალთ და მიყვებით, ისე გადაიხდით, როგორც რეგისტრაციის დროს გამოწერეთ პროდუქტი. აქ უკვე ყველაფერი ემატება, იმიტომ რომ აქ უკვე მითითებულია ყველაფერი, რეგისტრაცია გაკეთებულია უკვე თქვენი მაღაზიის და აგერ ქვეჯამი 254 ლარს და 80 თეთრს ემატება მიტანის და საგადასახადოს თანხა. დააჭერთ აქ ახლავე გადახდას და მიყვებით ინსტრუქციას. სულ ეს არის მეგობრებო, ეს არის თქვენი მაღაზია უკვე როგორც გითხარით და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოწეროთ. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ სპეციალურ შეთავაზებებში, როდესაც კომპანიას რამე აქციები იქნება, აი ამ გრაფაში შეგიძლიათ ნახოთ. დაარჩენიეს კომბო პაკეტები, რაც განახეთ, ეს ჯერჯერობით დევს მაღაზიაში და შეგიძლიათ რომ ეს გამოიყენოთ. თუ რამე გაუგებარი იქნება, შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს რეკომენდატორს და ეს ადამიანი დაგეხმარებათ
იმ დეტალების გარკვევაში, რაც ვერ გაიგეთ.